თბილისის შემოსასვლელ გზასა და ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია. მურღულიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო გარდაბანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შესახებ. სამუშაოები საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ქვემო ქართლში დაგეგმილი ღონისძიებები არც ერთი არ ჩერდება, ყველა მიმდინარეობს და როგორც ვადით არის ეს განსაზღვრული, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვადაში მოვახდინოთ მათი დასრულება. ჩვენი კომპანია ზედამხედველობას უწევს მიმდინარე სამუშაოებს. სართიჯალის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2012 წლის აპრილში დაიწყო და 2013 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1.200.000 ლარია. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად სართიჯალის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მთლიანად მოუვარდება. პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით.